საკრუიზო გემზე მყოფი საფრანგეთის 5 მოქალაქე სამშობლოში ჩარტერული რეისით ბრუნდებოდა, როდესაც ერთ-ერთ მათგანს ჰანტავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა. დანარჩენი 4 პირი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს, თუმცა 5-ვე მკარდს იზოლაციაში იქნა მოთავსებული. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლაკორნუს განცხადებით, მთავრობა იზოლაციის შესაბამისი ზომების შესახებ ბრძანებაზე მუშაობს. ჩვენი 5 თანამემამულე, რომლებიც ჰანტავირუსის აფეთქების დროს ბორცვზე იმყოფებოდნენ, ქვეყანაში დააბრუნეს. ერთ-ერთ მათგანს მგზავრობისას სიმპტომები გამოუვლინდა. 5-ვე მგზავრი დაუყოვნებლივ მოათავსეს მკაცრ იზოლაციაში შემდგომ შეტყობინებამდე. ისინი სამედიცინო დახმარებას იღებენ, ჩაუტარდა ტესტირება და შეფასდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საკრუიზო გემი, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, ესპანეთის კანარის კუნძულებზე 10 მაისს შევიდა და მალევე ბორცვზე მყოფი პირების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების პროცესი დაიწყო. ევაკუირებულია ესპანეთის ყველა მოქალაქე. მათი დიდი ნაწილი ტენერიფედან მადრიდში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღე კარანტინში დარჩებიან და შესაბამის კვლევებს ჩაიტარებენ. არც ერთ მათგანს სიმპტომები არ აღენიშნება. ტენერიფეს პორტში, სადაც საკრუიზო გემი ჩავიდა, ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადჰამონ გებრეიესუსი მივიდა. მისი განცხადებით, ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საბაბი არ არსებობს. ერთსა და იმავე პასუხს არაერთხელ გავიმეორებ. ეს ახალი კოვიდი არ არის. საზოგადოებისთვის რისკი დაბალია, ამიტომ არ უნდა შეშინდნენ და პანიკას არ უნდა ახდენ. ახლა მთლიანად გემზე ვართ კონცენტრირებული. როგორც იცით, ეპიდემიის ამჟამინდელი აფეთქების შედეგად გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 2 მაისს გამოვლინდა. მას შემდეგ არავინ გარდაცვლილა. როგორც იცით, რამდენიმე ადამიანი ევაკუირებულია. ესეც კარგი ამბავია. ვიმედოვნებთ, რომ სიკვდილის შემთხვევები აღარ გვექნება. ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ. სამშობლოში დაბრუნდნენ საკრუიზო გემზე მყოფი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, ბრიტანეთის 22 მოქალაქე კანარის კუნძულებიდან ჩარტერული რეისით 10 მაისს ჩამოიყვანეს და გვიან ღამით სპეციალური ავტობუსით საავადმყოფოებში მიიყვანეს. 72 საათიანი კარანტინის შემდეგ მათ დამატებით 72 დღე იზოლაციაში უნდა გაატარონ. იტალიაში გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ 4 პირი იმყოფება, რადგან ისინი თვითმფრინავში იმ ინფიცირებულთან ერთად იყვნენ, რომელიც მალევე გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ვირუსის მასშტაბურად გავრცელების რისკი ძალიან დაბალია. საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის გავრცელების შედეგად გარდაიცვალა კრუზის 3 მგზავრი, წყვილი ნიდერლანდებიდან და გერმანიის 1 მოქალაქე. გემზე მყოფ 10 პირს კი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა.